გოგიტა მსხვილიძე 78 წლისაა და ფარეხაში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ცოლ-ქმარი ამბობს, რომ მათი სოფელი დაცლილია. მოხუცებს მხოლოდ რამდენიმე მეზობელი ჰყავთ. ჩვენს რესპონდენტს გულიწყდება, რომ საკმაოდ ნაყოფიერი მიწები რამდენიმე წელია მიტოვებული და დაუმუშავებელია. აქანი არ იმენ გაგაჩერდება და ჩვენ მოხუცების ადგილი ესე. კინო აქანი არ ტარდება, წყალი აქანი არ იყო, არაფერი არ იყო და ხალხში ხანმრავლობაში უნდა რომ იცხოვრო. ის რაში გვარგია ჩვენ რუსეთში როა ჩაძელი ის იქ მოქალაქოა მიღებული ზოგი საზღვარგარე და მიწები ყრია ისე. არც იცის ისეთი აქვს 2 გექტარი ახვერომა ესე იგი არ თავისი ადგილი არ იცის სად არის. არ არის დაძაბულობა, არა ვალები რომ ჩამევიდონ მაგალითად და ამდენი მიწაწყალი გამცარია უმუშევრად, დაუხნავი, დაუთესავი. სოფელში ყველაზე ახალგაზრდა 53 წლის ქალბატონია. როზა დალაგონიანი ფარეხაში დაიბადა და ამბობს, რომ წლების წინ სოფელში 50-მდე ოჯახი ცხოვრობდა. შემდეგ დასახლება ნელ-ნელა დაიცალა და ახლა ფარეხას მხოლოდ ხანდაზმულები შემორჩნენ. როზა დალაგონიანის თქმით, სოფელში ახალგაზრდები რამდენიმე მიზეზის გამო არ ჩერდებიან. აღნიშნული დასახლება 25 წელია ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სოფელში არც ასმელი და სარწყავი წყალია, ხოლო სკოლა 30 წელია რაც ნანგრევებად იქცა. დენი არა, შუქი არა, წყალი არა და ყველად გარბიან. ახლა კი იყვნენ რამდენიმე მოსახლე აქ ახალგაზრდები, მაგრამ ბავშვები რო ყავდა სკოლაში, მაგის გულის წავიდნენ ქალაქში იყიდეს სახლი. რო იყოს დენი, შუქი ყველაც ამბობს, მოვალ სახლს ვაშენებ, იმდენი არიან, რომ ცალკე უნდათ გასულა, ხო? სოფელში მცხოვრები ხანდაზმულები ამბობენ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას მათი პრობლემების მოგვარებისათვის არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ადგილობრივების თქმით, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მათ განუმარტა, რომ სოფელში ელექტროენერგიის შეყვანის ხარჯს მხოლოდ 4 ოჯახისათვის ვერ გაიღებდა. დენზე ვიყავით წასული და პრობლემა არის, რომ მაგაზოა ბევრი ფული ჭირდებოდა და არ შეხვდნენ გაკეთებას და მე რას ვისურვებდი შენგენაცალია და დაგვეხმარონ რა იქნება გვიჭირს დღეს ძალიან გვიჭირს მარტო მე კი არა ბევრს უჭირს მაგრამ ჩვენ მაგალითად ძალიან გვიჭირს 2014 წლის საყოველთაო აღწერის წინასწარი მონაცემების მიხედვით სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 47,000 კაცით არის შემცირებული, რაც 2002 წლის აღწერის შედეგებზე თითქმის 23%-ით ნაკლებია. მონაცემების მიხედვით მოსახლეობის მიგრაცია ძირითადად თემებიდან ხდება. ადიგენის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში ამბობენ, რომ უმუშევრობის გაუმართავი ინფრასტრუქტურის, არასრულყოფილი განათლების, სარწყავი და სასმელი წყლის არარსებობის გამო ადგილობრივები საცხოვრებელ სახლებს და ზოგჯერ ქვეყანასაც ტოვებენ. მოსახლეობის აზრით, თუ ადგილობრივებს სოფელში საცხოვრებლად ნორმალური პირობები ექნებათ, შიდა და გარე მიგრაცია ნაკლებად მოხდება. ვენაცვალე ოქროზავით ბიჭი მყავდა. გოგო, ბიჭი მოსკოვში წავიდნენ. შიმშილობა არის. მე ტაქსავობ აგერ ამ ხნის კაცი ვარ. არა მაგ 60 ლარი პენსია მაქვს. ორმანეც ვერ ვიღებ დილიდან საღამომდე. სულ ყველა გაიქცა წავიდა. ახლა რამდენიმე დარჩა საშუალება არ აქვს, რომ ესენიც მიდიან უკვე. ჯერ უნდა იყოს ადამიანი დასაქმებული, მე იმ პურის ფულსაც უნდა შოულობდეს რაღაცით უნდა გაძლოს აქ შიმშილობა არაფრის კეთება და იმის გამო მიდიან აქედან. ჯიბეში ფული რო არა გაქვს, ოჯახი სარჩენია, ხო წახვალ საზღვარგარეთ, არა? ჩვენ ფიზიკურად ჩვენი ქართველი ერი გახდა მამლუქების ტოლფასი. დავდივართ საზღვარგარეთ, ვიღაცას რაღაცას უკეთებთ, რაღაცა მიზერულს, იქიდან ვიღებთ თანხას, რომ ჩვენი ოჯახი შევინახოთ. მე მწვენია, რომ ჩვენი ასეთ მიწაში ჩვენ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ. მოსახლეობის სოფლებიდან წასვლის მთავარი მიზეზი, რომ მძიმე სოციალური პირობები ამას ადიგენის ადგილობრივი ხელისუფლებაც ადასტურებს, თუმცა მუნიციპალიტეტის გამგებელს ზაქარია ენდელაძეს კონკრეტული მიზეზების დასახელება უჭირს. საკრებულოს თავმჯდომარეს იმედამ ღებრიშვილს კი მიაჩნია, რომ მოსახლეობის რაოდენობის შემცირება შესაძლო აღწერის დროს დაშვებულმა უზუსტობებმა განაპირობეს. სხვადასხვა გარემოებების გამო ალბათ ადამიანები ყოველთვის მოდიოდნენ და დღესაც გრძელდება ეს პროცესი. ასე რაღაც კონკრეტულ რაღაც ვერ გეტყვით. არის ყოფითი პრობლემები, მე ეგრევე ვფიქრობ რა, რომ მე ადიგენის მუნიციპალიტეტზე მაქვს საუბარი, იმიტომ რომ ფაქტიურად არაფერი არ იყო ამ რაიონში და ყველა ფიქრობდა, რომ ის რაღაცა საშუალო თუ რაც იქნებოდა გასულიყო სოფლიდან გარეთ და შესაბამისად დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ ამ რამოდენიმე ხანში ხალხი დაიწყებს დაბრუნებას.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი ინფორმაციის საფუძველზე 2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ თითქმის 3.800.000 ადამიანი შეადგინა, რაც წინა 2002 წლის აღწერის შედეგებთან შედარებით თითქმის 15%-ით ნაკლებია.